ახლა კი სასანქციო სია. დავიწყოთ ოჯახითა და სანაცისაოთი ეკატერინე ხვედელიძე უტაივანიშვილი, რომელიც საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ უფრო ახლოს გაიცნო იაპონურ მედიის სტატიით. ასევე სიაში არიან ცოტნე ივანიშვილი, ბერა ივანიშვილი, გვანცა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, შმაგი კობახიძე, უჩა მამაცაშვილი. სია გრძელდება ივანიშვილის პოლიტიკური გუნდით, ფინანსური მოკავშირეებითა და პროპაგანდისტებით. სალომე ლაბაძე გვეტყვის უფრო დეტალურად ახლა ამ სიის შესახებ. სალომე, ვინ მოხვდა ამ ნუსხაში? ტექსტის წარდგენას გავაგრძელებ. ამ სიის შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობით, როგორც ირკვევა ევროდეპუტატებმა, საჭიროდ მიიჩნიეს, რომ მილიარდერი ოლიგარქის გარდა სანქციები გავრცელდეს მილიონერი ბიზნესმენების ნაწილზე, კონკრეტულად კი იმ პირებზე, რომლებიც მათი შეფასებით წარმოადგენენ ამ რეჟიმის ფინანსურ საყრდენებს და მათ შორის კორუფციული გზებითაც ეხმარებიან ივანიშვილს ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გაგრძელებაში. ამ პირების ჩამონათვალი კი იწყება ბანო ჩხარტიშვილით, ასევე სიაში ჩვენ ვხედავთ სულხან პაპაშვილს, ილია წულაიაც ამ სიის მონაწილეა, თამაზ გაიაშვილის გვარსაც აქ წაიკითხავთ, აქვეა გიორგი კაპანაძეც, რომელსაც საზოგადოება რიჟას სახელით იცნობს და უნდა ვისაუბროთ ნათია თურნავაძეც, რომელიც მოხვდა ამ კატეგორიაში, რაც არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა, რადგან თურნავა, როგორც მაყურებელმა კარგად იცის, არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ მისმა სანქციებამ შედეგად შეიძლება მოიტანოს არა მხოლოდ პერსონალურად თურნავას ან რეჟიმის დაზიანება, არამედ ზიანი შესაძლოა მიადგეს მთლიანად ქართული ოცნების, მთლიანად საქართველოს ხელისუფლებასაც და საქართველოს მოქალაქეებსაც, იმ საფინანსო სისტემასაც, რომლის ნორმალურ ფუნქციონირებას განსაზღვრავს სწორედ რეპუტაცია ამ სისტემაში ჩართული პირების და მათ შორის შესაბამისად ნათია თურნავასი. ამის შემდეგ გასაკვირი არავისთვის არის, რომ მაცოცხლებელთა ქსელში ევროდეპუტატებმა ასევე ჩაწერეს ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური საყრდენები და აქ არავისთვის მოულოდნელად ჩვენ ვკითხულობთ ისეთ გვარებს, როგორიცაა ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, გომელაური და რიჟვაძე, ასევე პაპუაშვილი, ხვდებით ასევე ანტონ ობოლაშვილისა და გოჩა ენუქიძის სახელებსაც და გვარებსაც. ესენი არიან რეჟიმის თვითმარქმნია დეპუტატები, თუმცა სავარაუდოა, რომ ისინი ამ სიაში მოხვდნენ არა მათი საკანონმდებლო და თუნდაც მავნე საკანონმდებლო მუშაობის გამო, არამედ ეს აიხსნება მათი ბიზნეს საქმიანობით და მათი ფინანსური კავშირით ბიძინა ივანიშვილთან. სიაში ხედავთ, რომ არიან ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძეც, რომელიც წარმოადგენენ სასამართლო კლანს და შესაბამისად ამ რეჟიმის საყრდენებს სასამართლო სისტემაში. ამის შემდეგ კი შემოგთავაზებთ IMC-ის ყველაზე საინტერესო ნაწილს, მათ პირობითად პროპაგანდისტებს ვუწოდებთ და პრინციპში ასეთად არიან კიდეც ისინი მოხსენიებული დოკუმენტში, რომელიც წარმოადგენს ევროპარლამენტარებმა და რომელსაც ხვალ ეყრება კენჭი პროპაგანდისტებს შორის კი. ასევე გასაკვირი არავისთვის არის, რომ დასახელებულია ირაკლი რუხაძე, რომელიც ტელეკომპანია იმედს ფლობს და რომელიც შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობდა, რომ მისი აზრით მას სანქციები არ ემუქრებოდა, თუმცა მას შემდეგ რაც ბრიტანეთში დაიწყო მისი სანქციების შესახებ მსჯელობა და შესაბამისი ინიციატივაც შეიტანეს თემთა პალატაში, ახლა უკვე ევროდეპუტატებიც მოითხოვენ ევროკავშირის შესაბამისი ორგანოებისგან და წევრი სახელმწიფოებისგან, რომ დაიწყოს მსჯელობა ირაკლი რუხაძეზე სანქციების დაკისრების მიმართულებით. საინტერესოა, რომ ამ სიაში ხვდებით ასევე ვასილ მაღლაფერიძეს და ასევე თინათინ ბერძენიშვილისთვის უპრეცედენტოდ ის ხვდება პირველად სანქციების სიაშიც. ბერძენიშვილიც და მაღლაფერიძე შეგახსენებთ, რომ წარმოადგენენ საზოგადოებრივ მაუწყებელს და როგორც ევროდეპუტატები მიიჩნევენ რეჟიმის ინტერესებს სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი პირების პოზიციებიდან ემსახურებიან. სიაში ასევე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური და ლაშა ნაცრიშვილი, რომელიც წარმოადგენს აი ამ რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგს და პროპაგანდისტს. ამ ფონზე კი ირაკლი კობახიძე ავრცელებს განცხადებას დუბაიდან და ის ამბობს, რომ ევროკავშირის ევროპარლამენტის რეზოლუციას აქვს ჩალისფასი, თუმცა ეს რომ ასე ნამდვილად არ არის, ამის შესახებ როგორც ევროდეპუტატები ამბობენ, მალე შეიტყობს რეჟიმი და მალე გაიგებს ყველა ის ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩა რწმენა ოლიგარქის პარტიის მიმართ. ამაზე როგორც მაგალითად რასა იუკრემიჩენემ აღნიშნა ჩვენთან ინტერვიუში და ამას მაყურებელი ჩვენს სიუჟეტშიც მოისმენს, ევროდეპუტატები აქტიურად იმუშავებენ და მიზანია რომ მოხერხდეს, რომ ფიცოსა და ორბანის წინააღმდეგობის პირობებშიც დანარჩენმა 25 ქვეყანამ მაინც მოახერხოს და საქმე ბოლომდე მიიყვანოს. საქმის ბოლომდე მიიყვანა კი ამ შემთხვევაში ნიშნავს რეჟიმის დასუსტებას მისი ლიდერების სანქციების გზით.
მზია ამაღლობელი. ქართველი არის მზია ამაღლობელი ჟურნალისტი, რომელიც ციხეშია და მე ვიტყოდი, რომ ის რეჟიმის მძევალია. ის აწამეს და ახლაში მშილობს, რადგან ის იბრძვის არა საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ ის იბრძვის საქართველოსთვის. ის არის ქართველი ბატონო ფიცო, ბატონო ორბან, ვინც არაა, არის მისი მწამებელი, ბატონი დგებუაძე. ფოტოები თვალსაჩინოებისთვის, ანუ იმის დასანახად, რაც წესით ისედაც ცხადია. ნიკა გვარამიამ სტრასბურგიდან სლოვაკეთისა და უნგრეთის ლიდერებს უჩვენა, რადგან სწორედ ფიცოსა და ორბანის პოზიციები ჯერ კიდევ ივანიშვილისთვის სასარგებლოა და ევროკავშირის მიერ რეჟიმის დასანქცირებას აფერხებს. არადა სანქციების აუცილებლობაზე ევროპარლამენტარების უმრავლესობა თანხმდება. სანქცირებისკენ მოწოდება ამ რეზოლუციის გზავნილია. დოკუმენტი მსხვილმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა მოამზადეს და მას სტრასბურგში კენჭს ხვალუხრიან. ტექსტით ირკვევა, სანქციების ნაწილში ევროდეპუტატები ამერიკელი კანონმდებლების გამოცდილებას იზიარებენ და მათ მსგავსად გაერთიანებისგან ითხოვენ, რომ სამიზნედ არა მხოლოდ ოლიგარქი, არამედ ივანიშვილის მაცოცხლებელთა ქსელი მოინიშნოს. უნდა დაიძლიოს ფიცოსა და ორბანის წინააღმდეგობაც და თუ არ გამოვა, საქმის ბოლომდე მიყვანა ევროკავშირის დანარჩენმა 25-მა წევრმა სახელმწიფომ უნდა მოახერხოს. რეზოლუცია ყოვლის მომცველია, შედის სანქციებით. წინა რეზოლუციებშიც მოვითხოვდით სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ ახლა გავაფართოვეთ მოთხოვნები და რეკომენდაციები. მოუწოდებთ საბჭოს სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობებსაც. ასეთი ბევრია. სწორედ ეს ხალხი უწყობს ხელს სახელმწიფო რეპრესიებს და ფინანსურ და კორუფციულ ოპერაციებს. მათ შორის არიან პროპაგანდისტებიც. ეს არის ერთი გუნდი, რომელიც ებრძვის საქართველოს ევროპულ გზას და რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ დემონსტრანტების ცემასა და დაპატიმრებაზე, ქვეყნის ბელარუსის გზაზე დაყენებაზე. რა თქმა უნდა, ბიძინას მარიონეტები სლოვაკეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან და ბლოკავენ სანქციებს ევროკავშირის დონეზე, მაგრამ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ დანარჩენმა 25-მა წევრმა ქვეყანამ შემოიღოს სანქციები ეროვნულ დონეზე და იყვნენ ერთიანი საქართველოს მხარდაჭერაში. თუმცა ზიანი, რომელსაც ევროკავშირში დაწყებული პროცესი მოიტანს, შესაძლოა მხოლოდ რეჟიმზე არ გავრცელდეს. საფრთხეშია ქართველი ხალხიც, რომელსაც ოლიგარქის პოლიტიკის გამო ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვა ემუქრება. გამოსავლად დოკუმენტი ახალ არჩევნებს ასახელებს. მანამდე კი შეფასება უპრეცედენტოდ მკაცრია დეპუტატების პოზიციით, არჩევნების გაყალბების და საგარეო კურსის ცვლილების შემდეგ. მოქალაქეებზე ინტენსიური და სისტემური ძალადობის პირობებში საქართველოს ოცნების რეჟიმის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. ევროპარლამენტი დგას საქართველოს გვერდით და დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს იქ განვითარებულ მოვლენებს. საქართველო არის ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო, სადაც ჩვენ მხარს ვუჭერთ პროდემოკრატიულ, პროევროპულ პოზიციას, რომელსაც გამოხატავს ქართველი ხალხი. რუსეთის მარიონეტები კი იქ არჩევნებს იპარავენ და ქვეყანას ევროპულ მომავალს ართმევენ. აღმაშფოთებელია, რომ აპატიმრებენ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში გამოხატავენ საკუთარ აზრს და ისჯებიან მხოლოდ იმისთვის, რომ დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში სურთ ცხოვრება. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ჩვენ იმდენი ხანი ვიდგებით ქართველი ხალხის გვერდით, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი არჩევნები, მაგრამ ის უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეთი არჩევნები ჩატარდება და კრემლის მარიონეტები მასში ჩარევას ვერ მოახერხებენ. ახალ არჩევნებამდე ქართველი ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლად ევროპარლამენტის რეზოლუცია საომე ზურაბიშვილს აღიარებს, რომელიც დასასანქცირებელი პირების სიას თავადაც ადგენს პოლიტიკურ პარტიებთან შეთანხმებით. ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სამიზნეთაწრე რიგით ტიტუშკებამდე უნდა გაფართოვდეს. თუ საზოგადოება არსებობს, შენ გინდა რომ იმ საზოგადოებაში დღეს თუ არა ხვალ იარსებო, იცხოვრო და ეს თქვათ ნიშანი, რაც დაგედება ის შავი წერტილი, შეიძლება მთელი ცხოვრება ატარო ეს ნიშანი. მაგრამ ასევე სანქციების სია უნდა გაიზარდოს და ყველამ იცოდეს, რომ არავინ არ დარჩება დაუსჯელი, როცა მიდის თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ და მზად არის იმისთვის, რომ თვითონ ჩაიდინოს ასეთი დანაშაული. მძიმე გზავნილმა სტრასბურგიდან დუბაიმდეც ჩააღწია, სადაც დემოკრატიული სამყაროსგან მოწყვეტილი კობახიძე ვიზიტს მართავს. პროპაგანდის მიზნების შესაბამისად კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ თითქოს რეჟიმი ევროკავშირთან დაახლოებისთვის მზადაა, თუმცა ამის ერთადერთ გზად ოცნებამ ასოცირების პროცესი დატოვა, რის საპასუხოდ დოკუმენტში საყურადღებო ჩანაწერი გაჩნდა. დეპუტატები ასოცირების საბჭოს გაუქმებას მოითხოვენ.
ჩვენ მზად ვართ გაწევრიანების მოლაპარაკებებისთვის. ევროკავშირზეა დამოკიდებული მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ასე რომ ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ერთგული ვართ ქვეყნის განვითარების და სხვადასხვა რეფორმის განხორციელების მიმართ და ქვეყანა უფრო მეტად წავა წინ. რეზოლუციის 28 პუნქტიდან ერთის ადრესატი პროდასალური ოპოზიცია. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ პარტიებმა საერთო სტრუქტურა უნდა ჩამოაყალიბონ, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანს. ამ ნაწილში ოპოზიცია მნიშვნელოვან როლს საომე ზურაბიშვილს ანიჭებს, თუმცა გადამწყვეტ ფაქტორად ისევ ქართველი ხალხის აქტიურობა და პროტესტი რჩება. ის, რაც აისახება რეზოლუციაში, გამოხატავს განწყობებს, რომელიც არის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების მიმღებ წრეებში. ამიტომ ამ დოკუმენტის ძალა და გავლენა არის სწორედ ის, რომ ის გარკვეულწილად შემდგომ გზამკვლევს წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლებებისთვის ეროვნულ დონეზე. რაც შეეხება ახლა ოცნების მცდელობებს, რომ დააკნინოს მნიშვნელობა ამ დოკუმენტის, რომელიც ხვალ უნდა მიიღონ, ჩვენ ასევე გვახსოვს დაბეჯითებით ირწმუნებოდნენ, რომ არანაირი პერსონალური სანქციები არ იქნებოდა და დღეს უკვე სათვალავი შეიძლება აგვერიოს იმდენი ოცნების წარმომადგენელი გახდა არაერთი სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა ტიპის სანქციის ობიექტი. საქართველოს მოქალაქეებისთვის ისეთი მიღწევების გაუქმება, როგორიც არის თავისუფალი უვიზო მიმოსვლა, როგორიც არის კანდიდატის სტატუსი, როგორიც არის ასოცირების შეთანხმება და კიდე ბევრი რამ, რაც განიხილება დღეს სამწუხაროდ ევროპარლამენტში, ვფიქრობთ, რომ არ იქნება სწორი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მკაცრი გაფრთხილებით დღეს დღევანდელ დე-ფაქტო ხელისუფლებას უნდა აუხსნან, რომ თუ ისინი არ გადადგამენ შემხვედრ ნაბიჯებს საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნების მიმართ და არ გაანთავისუფლებენ პოლიტპატიმრებს და არ დანიშნავენ ახალ არჩევნებს, ამის შემდგომ დადგება ის უმძიმესი შედეგები, რომელიც სამწუხაროდ დააზიანებს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს. რეზოლუციის და შესაბამისად ევროპარლამენტარების ყურადღების ფოკუსში რჩება მზია ამაღლობელი. დეპუტატები ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვენ. ჰუმანიტარული საფუძვლით ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც. მთავარ მოთხოვნებს შორის რჩება რეპრესიული კანონების გაუქმებაც.